გრძელდება ექსპორტის ზრდის ტენდენცია და პირველ კვარტალში ექსპორტი დაახლოებით 400 მილიონი დოლარის მოცულობით განხორციელდა, რაც 16 მილიონი დოლარით აღემატება 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით საინტერესო ამ მხრივ იყო იანვრის თვე, როცა 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა საქართველოში. 2013 წლის პირველ კვარტალში ნაერთ ბიუჯეტში შემოსავლების გადამეტება ხარჯებზე, ანუ პროფიციტი შეადგენდა 168 მილიონ 800.000 ლარს. ბიუჯეტის აღსრულების პროცესი, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილის თვალსაზრისით, სრული იმედებს გვაძლევს, რომ მთავრობა, საქართველოს ახალი მთავრობა ყველა დანაპირებს, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გასცა, აუცილებლად შეასრულებს.